25 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში თბილისი მარათონი 2022 გაიმართება. წლევანდელი მარათონი ნახევარ მარათონს 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს მოიცავს. სტარტი რუსთაველის გამზირზე პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან არის დაგეგმილი და სპეციალურად ღონისძიებისათვის ქალაქის ისტორიული ქუჩები დროებით გადაიკეტება. კომპანია Heidelberg Cement შემოსულ თანხას აუტიზმის ეროვნული ცენტრის 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯის მშენებლობას მოახმარს. მომავალ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო შერატონში პრესკონფერენცია გაიმართა. ეს არის მე-10 მარათონი, რომელიც ჩვენი ორგანიზებით ტარდება და ეს მხოლოდ გარბენი არ არის. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება, სადაც მონაწილეობას უამრავი ადამიანი მიიღებს და იმედია ძალებს მეც მოვსინჯავ. უკვე 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დარეგისტრირდა, რაც პროექტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. შემოსული თანხები მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობასაც, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მიერ დაარსებული ფონდი. ეს გახლავთ ძალიან მასშტაბური კომპლექსი, რეგიონალური მასშტაბის პროექტია და ანალოგი მას რეგიონში არ აქვს. თბილისი მარათონი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარება საქართველოში და სპორტული ტურიზმის ხელშეწყობას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი მაგალითია სხვა კერძო კომპანიებისათვის, რომ მათაც მომავალში მსგავს ღონისძიებებს დაუჭირონ მხარი.